მთავრობასთან უთანხმოება მსოფლიოში ყველაზე ამერიკული რამ არის. ჩვენ ვუთხარით ომის დეპარტამენტს, რომ თანახმავართ ყველა გამოყენების შემთხვევაზე. ძირითადად მათ მიერ მოთხოვნილი შემთხვევების 98 ან 99%-ზე, გარდა ორისა, რომელიც გვაშფოთებს. პირველი არის შიდა მასობრივი თვალთვალი. ამის მაგალითია კერძო ფირმების მიერ შეგროვებული მონაცემები, რომელსაც მთავრობა ყიდულობს და მას AI მასობრივად აანალიზებს. ასე რომ არის გზა, რომლითაც შიდა მასობრივი თვალთვალი კანონს უსწრებს. ტექნოლოგია ისე სწრაფად ვითარდება, რომ კანონს აღარ მიჰყვება. შემთხვევა ნომერი 2 არის სრულად ავტონომიური იარაღი. ეს არ არის ნაწილობრივ ავტონომიური იარაღი, რომელიც უკრაინაში გამოიყენება ან დღეს თაივანში შეიძლება იქნას გამოყენებული. ეს არის იდეა ისეთი იარაღის შექმნისა, რომელიც ისვრის ადამიანის ნებისმიერი ჩართულობის გარეშე. ჩვენ გვაქვს გარკვეული წუხილი ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, დღევანდელი AI სისტემები არასაკმარისად სანდოა იმისთვის, რომ სრულად ავტონომიური იარაღი შეიქმნას. ყველას, ვისაც უმუშავია AI მოდელებთან, ესმის, რომ მათში არის ძირითადი არაპროგნოზირებადობა, რომელიც სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ არ გადაგვიჭრია. და ასევე არის ზედამხედველობის საკითხიც. თუ თქვენ გყავთ დრონების ან რობოტების დიდი არმია, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანის ზედამხედველობის გარეშე, სადაც არ არიან ადამიანები ჯარისკაცები გადასაწყვეტად თუ ვინ ამოიღონ მიზანში, ვის ესროლონ, ეს ქმნის პრობლემას და ჩვენ გვჭირდება ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ კონტროლდება ეს და ეს საუბარი ჩვენ ჯერ არ გვქონია.